ძალიან კარგი. ჩვენც არ ველოდით ასეთ კონკურსს. ტრადიციას ასევე ძალიან მენიშნა პოზიტიურად ის ამბავი, რომ საკითხებში პირველ ორ სამ შეხვედრაზე თუ უფრო ბევრი საკითხი მოდიოდა ჩვენი მხრიდან, ეხლა წამოვიდა საკითხები ჩვენი მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელი. საკმაოდ მდიდარი დღის წესრიგი გვაქვს, 15-მდე საკითხი გვაქვს, რომელიც არის საჭიროებო ჩვენი უნივერსიტეტებისთვის, ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი შეკრება ამ შემთხვევაში ზუგდიდში ტარდება და ყველას ეძლევა საშუალება რექტორებს, მეც მათ შორის და ჩემ კოლეგებს, რომ გავეცნოთ რეგიონებში უნივერსიტეტებს, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა და დღეს ესე იგი 3 საათიანი შეკრება გვექნება რექტორთა საბჭოში და ძალიან მდიდარი საკითხებია კერძო უნივერსიტეტების ხელშეწყობის, დაფინანსების მიმართულებით და ყველა ის საკითხი, რაც აწუხებთ რექტორებს. დღეს შოთამისხევის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მორიგ გასვლით სხდომას რექტორთა საბჭოს. ეს არის თავად მინისტრის ინიციატივა, რომ იყოს რეგიონულ უნივერსიტეტებში გასვლითი სხდომები. ამით კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული სამინისტროს პოლიტიკა და ნება რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერის და დღეს უნივერსიტეტმა გააკეთა, წარმოადგინა პროფესიული პროგრამების პრეზენტაცია, მათ შორის იყო როგორც საგნობრივი, ისე მოდულური, ასევე დუალური საპილოტე პროგრამა და რექტორთა საბჭოზე განიხილება როგორც პროფესიული, ასე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის არის 300 კრედიტიანი მასწავლებლის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა, ეს არის უფასო პროგრამები, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ახალი სტანდარტები ავტორიზაციებთან დაკავშირებით.